ახალი სასწავლო წელი სულ მალე დაიწყება და ქვეყნის მასშტაბით სკოლები მოსწავლეებს განახლებულ გარემოში მიიღებენ. ასეულობით პირველკლასელი წელს პირველად გადააბიჯებს სკოლის ხურლს და ცოდნის პირველწყაროს უკვე თანამედროვე კეთილმოწყობილ სასწავლო დაწესებულებაში ეზიარება. განახლდა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების ინფრასტრუქტურა, როგორ ხვდებიან ახალ სასწავლო სეზონს და როგორია წინა მოსამზადებელი პერიოდი ზესტაფონის საჯარო და კერძო სკოლებისთვის. და რო ჩვენ მოსწავლეებს შევუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მათ შესაძლებლობებს სრულად განავითარებს, შესაბამისად იქნებიან შემოქმედებითი აზროვნების მქონენი, კრეატიულები და მომავალში დაიმკვიდრებენ თავიანთ ადგილს. წლევანდელ სასწავლო წელს ჩვენ სკოლას 23 პირველკლასელი ეყოლება. დიდი მადლობა მშობლებს ნდობისათვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ მშობლებს ნამდვილად გაუმართლდებათ ის იმედები, რაც მათ აქვთ თავიანთი შვილების სწავლა აღზრდის საქმეში. ყველა აღჭურვილობით და რესურსებით სკოლა უკვე მდიდარია. მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მოსწავლეთა შედეგების მიღწევისათვის და ამან უკვე შედეგიც დავდო, რომ წელს ჩვენ გვყავს უკვე 100 პირველკლასელი, გაიზარდა დაინტერესება ჩვენი სკოლის მიმართ და შევეცდებით ყველაფერს, რომ უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ. დღეს საქართველოში 2300-მდე საგანმანათლებლო კერა ფუნქციონირებს. მათი უმრავლესობა სასწავლო პროცესს 15 სექტემბერს ოფიციალურად შეუერთდება. ამერიკის კონგრესში ინიცირებული მეგობარი აქტი საბოლოოდ ვერ იქცა კანონად. დოკუმენტი, რომლის ავტორიც რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, მიზნად ისახავდა საქართველოს სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერას, ასევე კორუფციასა და არადემოკრატიულ ნაბიჯებზე სანქციების დაწესებას. მეგობარ აქტს წარმომადგენელთა პალატაში ფართო ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა და ასობით ხმით დამტკიცდა, თუმცა სენატში მისი განხილვა შეფერხდა რესპუბლიკელი სენატორების წინააღმდეგობის გამო. საქართველოს ხელისუფლება დოკუმენტს მტრულ აქტად მოიხსენიებდა, მაშინ როცა ინიციატორები აცხადებდნენ, რომ ის პასუხობდა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შესუსტებაზე და რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან შესაძლო გავლენებზე. ისტორიკოსის შეფასებით, მეგობარი აქტის ჩაგდება არ ნიშნავს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სფეროდან გაქრობას და ხაზს უსვამს, რომ ვაშინგტონი პროცესებში სიფრთხილით მოქმედებს. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მეგობრობის აქტის არ მიღებას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გარკვეული გამოხმაურება ჰქონდა. მე ვიტყოდი, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები სხვა შედეგს ელოდნენ ამასთან დაკავშირებით და გარკვეული ნიჰილიზმის გაჩნდა გარკვეულ მომენტებში, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის გაგრძელება ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისა, რომელიც ფრთხილად ეკიდება ზოგადად საქართველოს საკითხს. მე არ ვეთანხმებ იმას, რომ საქართველოს გაქრა ამერიკის რადარებიდან, პირიქით, აქ უფრო სიფრთხილესთან უნდა გქონდეს საქმე. ადრე გადაჭარბებულმა მოლოდინებმა არც თუ ისე კარგი სამსახური გაგვიწია ამ ურთიერთობის დროს და ყურადსაღები იყო რამდენიმე განცხადება, რომელიც ცოტა ადრე გაკეთდა. მაგალითად, ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ტრამპმა ადრე თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს რუსეთმაო წაიღო საქართველო და ყირიმი. ჩემდა სამწუხაროდ მაშინ ამას დიდი ყურადღება არავინ არ მიაქცია და მე მარკო რუბიომაც ასეთი რამ გააჟღერა, რომ ჩვენ ყურადღებით ვაგვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ანუ ისინი სიფრთხილეს იჩენენ. მათ მიაჩნიათ, რომ ის საფრთხეები, რომელიც ზოგადად კავკასიაში არის და ეს საფრთხეები ძირითადად რუსეთიდან მიდის, უფრო მეტ დაფიქრებას მოითხოვს და ხანდახან რეალობად სურვილები, რეალობად რომ გვექცევა ხოლმე, ამას კარგი არაფერი არ მოაქვს ქვეყნისათვის. შესაბამისად, ალბათ უკეთეს მომავალს, ურთიერთობების უკეთეს მომავალს უნდა ველოდეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და თანდათანობით ის გეოპოლიტიკური სივრცე, რომელიც სამხრეთ კავკასიაშია და ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში
ბევრ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესი, მე ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება. საბოლოოდ მეგობარი აქტი კონგრესის გადაწყვეტილებად არ ქცეულა, თუმცა მასში ასახული გზავნილები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკურ მხარდაჭერად რჩება. უკვე 20 წლეულია, რაც ზესტაფონს ცეკვის ფერხულში ქორეოგრაფიული ანსამბლი ბაკაშვილები მიუძღვება. ეს კოლექტივი მხოლოდ ცეკვის გაკვეთილებს არ სთავაზობს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს. ბაკაშვილები ის სივრცეა, სადაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთიანდება და ხელოვნების აკვანს არ წევს. ანსამბლი ახალ ისტორიას იწყებს და მოთხოვნიდან გამომდინარე კიდევ ერთ ფილიალს ხსნის ქალაქის ბაზაზე, სადაც მზადაა უფრო მეტ მოსწავლეს გაუზიაროს ქართული ცეკვისა და ფოლკლორის სიყვარული. მოსწავლეებს შეუძლიათ ცეკვასთან ერთად ეზიარონ ქართულ ხალხურ საკრავთა როკვას. ბაკაშვილების სახელოსნოში ახალგაზრდებს ქართული საკრავების ჟღერადობას ქუთაისიდან მოწვეული მუსიკოსები აზიარებენ. მოვაწევთ პირველ საჯარო სკოლაში ჩამოვყალიბდით უკვე როგორც ანსამბლი და უკვე წელს 20 წლის საიუბილეო საღამოს საც ვაპირებთ დაგეგმას, იმიტომ რომ 20 წელით შემოგვეპარა უკვე ქორეოგრაფიაში და მაგ ბაზაზე რომ მუშაობთ. დღეს ქალაქში ბიბილაშვილის 5 ნომერში ძველი ნუცა სკოლის შენობაში დიდი სარემონტო სამუშაოები ჩავატარეთ, რომ ბაკაშვილების ფილიალი ქალაქშიც გაგვეხსნა და ესეთი ლამაზი და კომფორტული დარბაზი გამოგვივიდა და ვაპირებთ და ვაანონსებთ წელსვე სკოლა რო დაიწყება 5 წლიდან 15 წლის ბავშვების ჩათვლით, რომ მოვიდნენ და იცეკვან ჩვენთან. არა მარტო ცეკვას შეისწავლიან, აქ გამოჩნდა რომ ზესტაფონში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ დოლის ჯგუფი პირველი, ქუთაისიდან ყავს მოწვეული 1 ოქტომბრიდან მუსიკოსები, რომელიც შეასწავლიან ბავშვებს გარმონს, დამატებით, დუდუქს, სალამურს, რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებთ რა, ესე რომ სახელოსნოსავით გვექნება აქ ბაკაშვილების სახელოსნო, რომ ბავშვი რომ მოვა კულტურას და ცეკვას ეზიარება ყველა მხრივ და აი ეს გვინდოდა რომ გაგვეკეთებია და ამას მივახციეთ და შემოვედით ქალაქის ტერიტორიაზედაც და ვაპირებთ რომ დიდი შრომა და დიდი 8 წელი ჩავდოთ და კიდე ახალი თაობები მივიღოთ, როგორც აქ ქალაქის ბაზაზე, ისე პირველ სკოლაში და ჩვენ ამ ხელა თაობასთან ერთად კიდევ პატარები შემოგვიერთენ და იცეკვან ჩვენთან. დამფუძნებელთა თქმით, სამომავლო გეგმები კიდევ უფრო მასშტაბურია. ზესტაფონში მალე გოგონათა აკადემია ფორმირდება, რაც ქალაქის კულტურულ ცხოვრებას ახალ შტრიხს შესცენს, ხოლო მსოფლიო ხალხთა ცეკვებთან შეხება ადგილობრივ ახალგაზრდებს ფანტაზიასა და შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაუფართოვებს. ცეკვა არის საუკეთესო გზა, რომ გათავისუფლდე. ეს გაძლევს საშუალებას აიმაღლო განწყობა, განიტვირთო. ისიამოვნო და საკუთარი ემოციები აქციო მოძრაობად. ცეკვის დროს ძალიან დიდ როლს თამაშობს გარემოება, სადაც ვარჯიშობდა საკუთარი თავის გამოხატვას იწყებ. ჩვენი სტუდია ბაკაშვილები არის ადგილი, სადაც ყველა შენს ნაბიჯს მხარდაჭერა მოსდევს და აქ არსებული მეგობრული გარემო გულგრილს არავის დატოვებს. მოდი და იცეკვე ჩვენთან. და თავად შეიგრძენი ის ენერგია, რომელიც ცეკვასა და ჩვენ სტუდიას ასე განსაკუთრებულს ხდის. ყველას, ვისაც სურს ამ დიდი ოჯახის ნაწილი გახდეს, ანსამბლი 18 სექტემბერს 2 საათიდან 6 საათამდე ღია კარის დღეზე ელოდება.